გამისინჯეთ აბა როგორია? მეტი მე გავსინჯავ. თქვენს დასინჯეთ. მოიცა დავჭიმი ამას და მე გავსინჯა. კაია? აუ, ძალიან კაი მართლა. მეტი გასინჯავ. ფუსფუსებით. რამ შვინიერი პიცა გამოგიწვია რა არის ეს? ლილე მოდი ფოტო გადავიღე ნახე რა ფოტოგენური. შენ რა გეშველება? ხამ აქ პიცას რო შეჭამ კაცი რა აგინო რო გეშვი. რატო ვიცოდი? ხო კაი წავედ ბალუ და ხორცს ველოდება. ან უკვე მარტო ბალუ რა ვიცი რა სულ. აუ, ისე ძალიან კაია რო არ წავედით რესტორანში და ჩვენით რა ვაკეთებთ. ბევრად უფრო სახალისოა. ხო, მართლა კაი ვქენით. მალე ჩემი სალათის დებიუტი შედგება. აბა, რაში დაგეხმაროთ გოგოებო? შენ არაფერს შემოსიყვარულო. დღეს შენ იუბილერი ხარ და სანთლების ჩაქრობის მეტი არაფერი არ გევალება. რამეში დაგეხმარებით, ასეთ ყვილად ყოფნა მეზარება. რატო ტყილა? მოდი და აგერ სალათი გამესინჯე. რამე ხო არ აკლია ამას? Nope. აი, всё, ამას ყველი უნდა და გონი მზად იქნება გამოსაწყო. აი, წავალ მე და ყოლს მოვიტან მაშინ. მოიცა, ყოლზე წასულები არიან. შენი ყავი და უბრალოდ დაისვენე. მაშინ წავალ და სანთლების ჩაქრობაზე ვივარჯიშე. აი, ზუსტად. ხო, ყოლზე ბავშვები წავიდნენ, ნუცა და ბარბარე. ნუცა და ბარბარე ყველის მოსატანად წავიდნენ? ხო, ნამდვილი ექსპერტები ვართ მაგაშიო. მაგარი ყველი გვექნება მაშინ. რამე ხო არ დაგვრჩა მოიცა? საფულე, ეს პარკი, პირადობა. გაიქენი პირადობა რო წამოიღე. აბა მაგის გარეშე მიმოქცემდა ყველას. მეც კი ვიცი, პირადობა რო არ ჭირდება ყველის კლავს. უბრალოდ შემთხვევით მოხდა ჩამონათვალში. რამე ხო არ დაგავიწყდა, რაც მე არ დამავიწყდა. რა? ამით გრამს ვერ მოგვატყუებენ. კაი, მივიღოთ შესაბამისი სახეები და შევუდგეთ საქმესე. გამარჯობა, ქალბატონო. ყველი რაღის. გამარჯობა ბავშვები. ყველ 18 ლარიღის კილო. შეგიძლიათ რომ გაგვასინჯოთ, მაინც ყველი ისეთი რამეა, ცოტა მეტი მარილი თუ აქვს, ან ცოტა ნაკლები მოგჭამა ჭირი, გააფუჭა სუფრა. ყურე შენ რამდენი გწოდნიათ, როგორ არ შეიძლება? ბავშვობიდან მევყიდულობ ოჯახისთვის ყველს. ახლავე გაგასიჯე. პატარა სამკუთხედება დამოგიჭრით. აუ, გეხვეწებით, სამკუთხედები, ოთხკუთხედები და 1000 წილადები აღარ გვინდა რა. ისედაც ერთი დღე ვისვენებ სკოლიდან. აბა აუა. მოწამთ? ძალიან გემრიელია. გეხვეწებით 2 კილო აგვიწონეთ. ახლავე აგიწრით. კაი. ქალბატონო, ჩვენი რომ ავწეროთ შეიძლება? კი, როგორ არ შეიძლება? მოდი, მადლობა. მოდი. ამდენისა. არ გეწყნოთ ქალბატონო, სხვა დრო ახლა. ხო. შეხედე სასურვო რო დაინახა, რა სახე მიიღო. ნახე რა კაი ნაჭრებია ბიჭო. კაი მწვადი გამოვა აქეთ. კი. მომენადა საქართველოში გაკეთებული მწვადი. აქ სხვა გემოქვს, სხვა სუნი. გიყვარს ბიჭო? მაგრად. თქვენ იგი თუ ვიცით, საჭმელს როცა აკეთებდა თან სუნთქა უკეთების პროცესში. შიმშილის გრძნობას გიკლავს რეცეპტორები. მართლა? ხო. აბა. ჯერისეინებ ერთი მეცოდას. მოდი. მომესის ჯამა მაწოდე. ხო, კაი, მას. ბიჭო ბალუ. ხო. ესე მაგჯამი შენს სამოთხეში თემშია, ხო? აჰუ, კი, შენს ბოლოსიც არის. მაი გაჭავა სავსე. დათრობას ხო ვაპირებ დღეს. აბა. თქვენ კი დათვრევით, მაგრამ მე უნდა გატაროთ სახლებში და მაგის თავი არ ამაქვს ერთი რა. შენ დღეს ისე უნდა დაგათრო ფეხზე რო ვერაფრი. მაგას რომ მეუნებ, მე თუ დავთვერი ვინ წაიგო სახლში. ბიჭებო, ღვინოს ვინ ჩამოასხავს? მე ჩამოვასხა. წამოერთ დაგეხმარები და თქვენ ეგ თქვენი რეცეპტორები მოამსუყეთ და მე უფრო მეტი მწვადი შემხდება ჩემთვის. შეავას. მაგარ ხოც. შენთვის თავარი არ ვიტქვია ისე. რეი. ინგოგოებმა მომწერეს. რა ტურისტები. რა უზმოს გაქვთ. აუ და ერთ კვირაში ჩამოდი. რა ის ერთ კვირაში მოდი რა გარწევით ბიჭო. ასევე ეწოდათ ზეგართ. ჩამოდი.
საქართველოს კი არა ქუთაისი მეეწონათ ბიჭო. თუ დავკონკრეტებით ქუთაისი კი არა გურამია მეეწონათ რა. ხანა მეტანი ამბიციური ხარ შენ. ბიჭო, თემა ისა რომ გოგოები ჩამოვლია, მაგი ბაზარი არა, მაგრამ ჩვენ ფული ჩვენ არა გვაქვს და არაფერი. ხო, ის ფული ჩვენ არა აქვს. აპრობირებულ თემას ხوار მივხედოთ. არა, გამორიცხე, მაგ შანსი არა. რა? არა, ოთარი მასწავლებელი ჯერ ერთი არ იმსახურებს მაგას და ეხავს მეორე მაგრად. მე რაიო, ინგლისურზე მზადე ვარ და. არა, შანსი არა. სხვა რამე უნდა მევიფიქროთ. აი, არ გინდა ნუ გინდა მოვიფიქროთ სხვა რამე. თავარია მიზანი. ნახე შეძმობას ფიცავარი მენა ბურკია ტიპი. ნუ მეძახი მეთქი ბიჭო ამბობს. აუ ბოდიში არ გამახსენდა. მაგრამ მაგიტო არ დამიძახები. ახლა სხვა ბონში დაგიძახი. რო გიგებ ჩემი ბურკი ხარ. ნუ მეძახი მეთქი ბიჭო მიტყდება. სულ რო აგე მაგი არ გიტყდება? ბიჭო ითამაშე დროზე. სანამ დაგელოდო. შენ ამას შენ კიდე თამაშის ხასიათზე ხარ? რა გინდა დღეს მომიგე ერთხელ ამ გაგაბლატავ. რა დღეს? ერთი კვირის წინ 4 ხელი არ გაგანადგურე ჩემთან. ხო, კი, გაკეთებული ფეხბურთელები. რა ის გაკეთებული ფეხბურთელები მყავდა? ბარემ ისიც თუ შენ ფეხბურთელებს რაღაც პრობლემები რო ქონდათ. ბანკის ვალები. აუ რას გადაობ? მოდი ერთ მეთამაშ ნახტ რა შეგილი. როცა გინდა და რაზეც გინდა. გოლ! ეს ნახე რა უნამუსო ყოფილა. ილაპარაკე თქვენი ბიძა რაც გინდათ. მე კი შევაგდი აგერ გოლი. ადე დამს ნახე ახლა მას რა უქნა. ჰე, რაზე ვთამაშობთ? რაზეც გინდა. აუ დღეს შეხვდა TikTok-ზე მორაგბეებმა თავის გადახოტროზე ითამაშეს. მაგარი სასაცილო იყო. რაზეც გინდა თქო. ოღონ მე უნდა გადაგხოტრო. შენ რა უნდა გადახოტრო? მოგებულმა უნდა გადახოტროს საგებულს. ანუ მე უნდა გადაგხოტრო შენ. აბა ვინ იქნება დღეს სასაცილო თავით სუფრაზე? თქვენ მთელ დღეს უნდა ისე და არაფერი გააკეთოთ? აუ 2 წუთი რა, თავის გადახოტროზე ვთამაშობთ, ჩამოვათ მალე. ჩამოდით, მალე სკამებია დასალაგებელი. გამარჯობა. მოვედით. აბა, რა ხდება? კარგი რომ თქვენ ორი მოხვედით. თქვენ მაინც ლიდერები ხართ და შენი ირონიის მოსასმენად აქ არ მოსულვართ. გაგვაგებინეთ რა გინდა, მიდი გისმენთ. კარგი, პირდაპირ გკითხავთ. თქვენი სპექტაკლი სარკე, საიდან მოგივიდათ ეგ იდეა თავში? რავი, რო დავიწყეთ მუშაობა, იდეები ნელ-ნელა მოგვივიდა და რატო გვეკითხები? აუ რატო და იმიტომ რომ ეგ ზუსტად ჩვენი სპექტაკლის იდეა იყო შარშან. თათას დაწერილი პიესა, სახელად სარკე, სადაც აღარ ჩონვართ. ერთი წუთი. პირველ შეხვედრაზე შენს ჩვენთან ერთად არ იყავი? მაშინვე ვერ გითხარი თუ რაიმე მოპარულს ვაკეთებდით? ხო და მაგიტომაც აღარა ვარ თქვენთან. ერთი წუთი, ეგ საერთოდ არ გვაინტერესებს ჩვენთან რატომ აღარ ხარ. მოიცა, ანუ თქვენ რას ამბობთ, რომ აწისადმე სადაც სარკე იქნება სპექტაკლში ნახსენები? ყველა თათასგან იპარავს იდეას? ხო, ზუსტად. ჩვენც ეგ იდეა გვქონდა ბავშვები, რომლებიც საკუთარ თავს ეძებენ. მერე ვიღაცა მომპარა და ახალი იდეა უწოდა. ჩვენ საერთოდ არ ვიცით შენ რა იდეა გქონდა და რა არ გქონდა. ან საიდან დავიცოდეთ, რომელი ჩვენი მეგობარი შენ ხარ? ან სად უნდა წაგვეკითხა, გამოგექვეყნევინა მაინც? ერთ წუთი, ტონს დაუწე ჯერ ეს ერთი და მეორე რა ვიცი, ალბათ გაიგეთ სახაციდან. მთელი შემოდგომა ამ იდეაზე მუშაობთ ხალხო. თქვენ კარგად ხო ხართ? რასად მე გავიგონეთ, ან რა თქვენ მოგპარეთ იდეა? დღე-დაღამი არ გვძინავს, რომ რაიმე კარგი და ახალი გამოგვივიდეს. ხო და არც კარგი გამოგივათ და არც ახალი. და ბოდიში, მაგრამ ჩვენ ვაპირებთ რომ მთელ სკოლას გავაგებინოთ ეგ ამბავი. რა პლაგიატებიც ხართ. ვისაც გინდათ და რაც გინდათ ის გააგებინეთ. და ეხლა ჩვენ ნამდვილად აღარ გვცალია თქვენთვის. იქნებ კიდევ მოვპაროთ ვინმეს რაიმე იდეა. პლაგიატები. ჰუი, ბებია ჩემი და ბაბუა ჩემი თქვა იყვნენ, კი არ ვიცოდი. მოხვედით? აბა როგორ მოიპასრეთ გოგოებო? შვენივრად, ნახე რა ყველია. ჩვენე? კაი ყველია. ეს მგონი გამყვილისგან გამოყვათ? ჩემია. შენია? დიახ, წონაში რო არ მოგატყვა, ჩვენი სასწორით დადვა. მოიცა ვერ გავიგე. ანუ მაგათ გონიათ რომ მაგათ იდეა ავიღეთ და დავაკოპირეთ?
ხო, ეგრე გამოდის. ალბათ ყველა ხო არ დაგვებრალებდნენ, რავი. ანუ მე რა მაინტერესებს იცით? ვინმემ ჩვენიდან ხომ არ იცოდა მაგ იდეის შესახებ და მე ისე შემოგვეპარა, ვითომ თვითონ მოიფიქრა. აი მოიცა რა, არ გვინდა გამოძიები და შეთქმულების თეორიები. ორი თვე ამ სპექტაკლზე მუშაობ და ყველა იდეის დაბადება ჩვენ თვალწინ მოხდა. ხო რაღაც დამთხოვა იქნება ეგ არის და ეგ. ხო და მაშინ მიდით და აუხსენით თქვენ. კაი, დამშვიდეთ რა ეხლა ყველა. დღეს არაა მაგის დრო. გაირკვევა და ნელ-ნელა ყველაფერი დაალაგდება. ხო, თან რაღაც არ არიან ეგეთი გოგოები, რომ ყველა რაღაც დაგვაბრალონ. არა, ცოტა უცნაურები კი არიან, მაგრამ მაინც. აი მოდით ახლა გავშალოთ მაგიდა თორე შემოვა უკვე ლიზას დაბადების დღეც და მე ვეღარაფერს ვეღარ მოვასწრებთ. ხო, ხო, წავიდეთ. მაკრატელია კრიჭინდა, კრიჭი. აუ, ძმობას გაფიცი გამყევი რა. მიდი ერთი გახედე ხვარტირის. ვაშკაცურად ხდება მართ. ოჩახ სანდრო. მომერთის საპარსი, წოდას დარჩი. ჯერა გიხარია სამამდე ხო? მე 2-0-ია დამოკაჩასოპირე? რა შვები? რავი, ხატავ. დღეს რაც ხდება და რაც მოხდება ყველაფერს. იუბილეარისთვის მეტი კარგი საჩუქარი ვერ მოვიფიქრე. რავი, ჩემი აზრით მშვენიერია. თან დღევანდელი დღის მოგონებადაც დარჩება. ხო, მაგრამ ჯერ კარგი უნდა გამომივიდეს. კი, გამოვა. ხელს თუ არ გიშლი, რაღაცაზე მინდა დაგელაპარაკო. არა, არ მეშით ხელს, მიდი ვითხარი. მოკლედ, სასწავლო ნაწილს ველაპარაკე. ესე ვუთხარი დედაჩემს თუ დაელაპარაკები, რომ სპექტაკლში მონაწილეობის ნება დამრთოს თქო. მე ჩემს მეგობრებს დაველაპარაკები და გენერალურ რეპეტიციაზე დაგასწრებ თქო. ხო, მისმის. და ჩემი ნებართვა გინდა? ჩემი ნებართვა თუ გინდა, მოვიდნენ, რატო არ უნდა მოვიდნენ და ეს რა. არა, შენ კი ხარ თანახმა, მაგრამ ზოგადად თავიდან ბავშვებმა ესე მოვილაპარაკეთ, რომ პრემიერის დღემდე არც სასწავლო ნაწილი, არც დირექტორი და საერთოდ არავინ არ ნახავდა სპექტაკლს. ხო, მაგრამ რახან ასეთი სიტუაციაა, მე მგონი ყველა გაიგებს და უარს არავინ იქნება. მგონი შენ რაღაც ძალიან მარტივად უყურებ. პირიქით, მე მგონი შენ უყურებ ძალიან რთულად. გინდა დღესვე დაუძახოთ ყველას და უთხრათ? არა. დღეს მხოლოდ დაბადების დღე, გართობა და მეტი არაფერი. კარგი. აუ, ბიჭები რომ წელს წვავინ და ფალუნ უკვე 2 კილო ხორცი რო შეეჭამა, ეგ დავხატო. ძალიან მაგარი იქნება. ხო. ლამაზი დღეა, რანატელი მზეა, იმიტომ რომ დღეს ელიზაბეტას დაბადების დღეა. გილოცავთ. ჯერ ჩაიფიქრე და მერე ჩააქვთ. ჩავიფიქრე რამდენიმე პირადული და ერთი საერთო სურვილი. გამოვიდა ჩვენი სპექტაკლი საუკეთესო. სპექტაკლს ჩვენ ვიხედავთ, ახლა გწივა და ჩააქვთ. თავიდა რამდენი რამი შენთვის მამინდა მაგრამ ეს შემოდგომას გავიდა გვიტოვა გუბელი სიგარეტს ეწევი მე შენთან ყოფნას ოცნებებში ვედავ რამდენი რამე მინდა ფერად სიზმრებს სიზმარში რომ ხედავ პირიდან ამოვიდა ამ სიმღერას ვერ გაიგებს ყველა ვერავინ მე ამ სიმღერას მხოლოდ შენ გიძღვნი
შენ თავს ვერ ვანდო როგორც გვაედგან არამ ბომ 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 ბარამ ბომ მე შენთან ყოფნას ოცნებებში ვედავ რამე მინდა ფერაც იზვრებს სიზმარში რომ ხედავ და წამოსული პირიდან ამოვიდა ამ სიმღერას ვერ გაიგებს ყველა და ვერ შენ მე ამ სიმღერას მხოლოდ შენ გიწვნი მე ამ სიმღერით ვერაფერი ვთქვი მე ამ სიმღერით ვერ გაკოცებ შენ